დღევანდელი საჯარო გაშლით გაიგებთ თუ რა ფერები კიაფობს და რა ფერები არის თქვენ სულში, რა ემოციები ძვინვარებს და რისი თქმა უნდა თქვენს შინაგან ცეცხლს. შეხედეთ ამ ფერებს, შეიგრძენით რომელი ფერი გიზიდავთ ყველაზე მეტად და სწორედ ეს განაპირობებს თქვენს გზას. დღევანდელი ჩვენი საჯარო თემა იქნება 3 არკანით. პირველი არკანი ეს იქნება ტკივილის ფერი. რა იწვის ახლა თქვენ სულში და რა არ გიშვებთ თქვენ. ვნახოთ მეორე არკანით თქვენი ძალის ფერი. რა გაძლევთ თქვენ ძალას, რა გაძლევთ თქვენ საყრდენს და რაშია თქვენი სითბო. ეს არის მეორე არკანი. და მესამე არკანით ვნახოთ თქვენი მომავლის ფერი. თუ თქვენ ენდობით საკუთარ თავს და თუ თქვენ ენდობით საკუთარ თავს, რად გადაიქცევა ეს ცეცხლი. ამას ვნახავთ მესამე არკანით. ღია გულით მოусმინეთ, ჩემო კარგებო, ღია გულით მოусმინეთ. ტკივილის ფერი. თქვენი ტკივილის ფერი არის მოლოდინი. მოლოდინის სიახლეების, მოლოდინი ადამიანის. იცით რა არის, თქვენ სულ ელოდებით, სულ მოლოდინის რეჟიმში ხართ. იქნება ეს ოცნება, იქნება ეს საყვარელ ადამიანთან შეხვედრა, იქნება ეს უბრალოდ ცვლილებები. თქვენ ხართ მოლოდინის რეჟიმში. აი ყველაზე მეტად ახლა თქვენ არ შეგიძლიათ გაუშვათ თქვენი ცხოვრების სირთულეები. ყოფილი ადამიანი, დარდი, ყოველდღიური დარდი, დარდი მომავალზე, საზრუნავი, გულის სევდა. ის რომ თქვენი ოცნებები და გეგმები ისევ ვერ მიდის, როგორც თქვენ გსურთ. ის რომ თითქოს დროში ხართ გაჭედილი, ყოველდღიურობაში ხართ გაჭედილი. და ეს ცეცხლი გწვავთ თქვენ. სწორედ ამალში არის ახლა თქვენი გული, მონატრების, იმედგაცრუების. ვიღაცამ გაიაზრა, რომ უბრალოდ გაიზარდა და ბავშვი აღარ არის. მოლოდინი გწვავთ თქვენ ახლა ყველაზე მეტად. მოდით ვნახოთ როგორია თქვენი ძალის ფერი. რა გაძლევთ თქვენ ძალას, საყრდენს, სითბოს. თქვენ გაძლევთ ზუსტადაც ცეცხლის ტიქია. ის რომ თქვენ შიგნით მძვინვარებს ძალიან დიდი ძალა. ბევრი თქვენთაგანი არის ცეცხლის ტიქია. დაუძლეველი და დაუოკებელი სურვილის, სიყვარულის, მიზნების ასრულების, ოცნებების, არა მარტო თქვენთვის ეგოისტურად, არამედ საყვარელი ადამიანისთვის. იქნება ეს მეუღლე, მეგობარი, შვილი, მშობელი, ამას არა აქვს მნიშვნელობა. შეიძლება ეს თავადვე თქვენ ხართ. თავადვე თქვენ აძლევთ საკუთარ თავს იმის განცდას, რომ არ ხართ მარტო. თქვენ სურვილებზე. თქვენ ფიქრობთ, ეს შინაგანი ცეცხლი არის თქვენში. ეს დაუოკებელი სურვილი იმისა, რომ მიაღწიოთ, ჩარჩოებს გახვიდეთ, შინაგანად იყოთ თავისუფალი. სწორედ ეს გაძლევთ თქვენი შინაგანი ძალა. თქვენი საყრდენი ხართ თავად თქვენ. ეს დაუოკებელი ცეცხლი და სურვილი იმისა, რომ დაიპყროთ სამყარო, მიაღწიოთ უფრო მეტს, რომ შეგამჩნიონ ადამიანებმა, რომ თქვენ თავადვე გქონდეთ საკუთარი თავის თვითრწმენა. ეს დაუოკებელი მოძრაობა. სწორედ ეს გაძლევთ თქვენ ძალიან დიდ мотивაციას. სწორედ ამაში არის თქვენი საყრდენი, რომ არ ნებდებით მიუხედავად პრობლემებისა, არ ნებდებით მიუხედავად წინაღობებისა, თქვენ ეს არ გაშინებთ. მიდიხართ წინ და წინ. 100 ჯერ წაიქცევით, 100 ჯერ ადგებით. აი სწორედ ესეთები ხართ თქვენ. მოდით ვნახოთ მესამე არკანით
თქვენი მომავლის ფერი რაში შეიძლება გარდაიქცეს და გარდაიქმნას ეს ცეცხლი, ეს შინაგანი ცეცხლი, თუ თქვენ ენდობით საკუთარ თავს. ჩემოკარგებო, ამაზე კარგი რა შეიძლება იყოს? ვიღაცისთვის ეს იქნება სიყვარული, ვიღაცისთვის ეს იქნება მატერიალური კეთილდღეობა, მადლიერება, ყოველი წამით ტკბობა. ვიღაცისთვის საჭირო. ვიღაცისთვის საჭიროთ იგრძნობთ თავს, თქვენს ადგილს იპოვით. რუტინას დააფასებთ, ცხოვრებას დააფასებთ, დროს დააფასებთ. სტაბილურობა შემოვა თქვენს ცხოვრებაში. სტაბილურად ბედნიერები იქნებით შინაგანით სავსე. ვისაც დეპრესია აწუხებს, გამოვა ამ მდგომარეობიდან და სიმყარე იქნება, მყარი საფუძველი და ფუნდამენტი ექნება თქვენს არსებობას და ცხოვრებას. იგრძნობთ, რომ არ ხართ მარტო. მაღალი ძალებისგან, ადამიანებისგან, თქვენ თავადვე შეიყვარებთ თქვენს თავს. თქვენ თავადვე ძალიან ბევრი თქვენგანი მონათესავე სულს იპოვის და თქვენ გაზრდით ერთმანეთს და ამ გზაზე არ იქნებით მარტო. ეს გაითვალისწინეთ, უბრალოდ გჯეროდეთ საკუთარი თავის, საკუთარი შინაგანი ცეცხლის. მე კი მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს. და იცით რას ვიტყოდი და რა უნდა გვახსოვდეს ასევე და რას უნდა გაუფრთხილდეთ ყველაზე მეტად? იმას, რომ შინაგან ცეცხლი ყველას აქვს უნიკალური. ცეცხლი არ არის მტერი, ის წმენს, გვათფობს და გვიჩვენებს სიმართლეს. გთხოვთ თითოეულმა თქვენთაგანმა მოუარეთ თქვენ შინაგან ცეცხლს. თქვენ არ ხართ ბნელი, თქვენ ხართ ნათელი. მე კი თქვენთან ვარ ამ გზაზე. მომავალ შეხვედრამდე.